პირველი მატჩის შემდეგ ოდნავ გულდაწყვეტილები ვიყავით. მიმაჩნია, როდესაც ლივერპულთან ასე ითამაშებ და ვერ მოიგებ, ეს ცოტა უსამართლოა. მეორე დღეს გასახდელში ამ მატჩს ვუყურეთ და ახლა ვაგრძელებთ მუშაობას, რომ მსგავსი თამაში ვაჩვენოთ. თუ ისეთივე ხარისხით ვითამაშებთ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ეს თამაში მოვიგოთ და ვაჩვენოთ ყველას, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ. შანსები 50-50-ზეა. ჩვენ ჩვენს თამაშზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ვიყოთ თავდაჯერებულები და ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ აქ გამარჯვებისთვის ჩამოვედით. Everybody that we can win against every team. ამ მატჩის შემდეგ ფინალამდე ჯერ კიდევ დიდი გზა იქნება გასავლელი. ორივე გუნდს შეუძლიათ ბოლომდე გასვლა. PSG უკვე დიდი ხანია ამ დონეზე თამაშობს. ეს გუნდი მიჩვეულია ასეთი მასშტაბის მატჩებს. მათ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, მაგრამ ეს ვიცოდით. სანამ ვითამაშებდით, მე მათ ბევრ თამაშს ვუყურე და მომეწონა თუ რა ინტენსივობით თამაშობენ ისინი. გუნდის ერთიანობით, ნახევარ-დაცვაში მოძრაობით. სრულყოფილი და კარგად გამართული გუნდია. ზოგმა თქვა, რომ ჩვენ ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები. ვფიქრობ, მათი თამაშის საოცრად. არ მგონია მიმდინარე სეზონში ასეთ გუნდთან შეხვედრა მოგვიწიოს, რომელიც ასეთი ინტენსივობით თამაშობს. ჩვენ კი იმაზე კარგი გუნდი ვართ, რაც ოთხშაბათს ვაჩვენეთ. ეს კი ხვალ უნდა დავამტკიცოთ, ჩვენი გულშემატკივრების დახმარებით. ერთი ფეხბურთელიც არ არსებობს, ვისაც ხვალ ემფილდზე გასვლა და თამაში არ სურდეს. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ისეთ ლეგენდარულ სტადიონზე თამაში, როგორიც ემფილდია. ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა, ვაჩვენოთ თუ რა შეგვიძლია როგორც გუნდს, ისე ინდივიდუალურად, რომ ჩვენ ლამაზი ფეხბურთის თამაში ძალიან ძლიერ ლივერპულის წინააღმდეგ მათივე მოედანზე შეგვიძლია. რატომაც არა, სწორედ ეს არის ჩვენი მოტივაცია და მიზანი. ჩვენ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რისი კეთებაც ვიცით. პირველი მატჩი მეორე დღესვე გავაანალიზეთ, შემდეგ რენთან მატჩისთვის მოვემზადეთ და შემდეგ ისევ ამ საპასუხო მატჩზე გავამახვილეთ ყურადღება. ამ შეხვედრისთვის ისევე ვემზადებით, როგორც სხვა თამაშებისთვის. ხვალ კიდევ ერთხელ ვიხილავთ ევროპის ორი გამორჩეული გუნდის დაპირისპირებას. პირველი მატჩის შედეგს მნიშვნელობა არ აქვს. ახლა მხოლოდ ერთი გზა გვაქვს. მოედანზე გავიდეთ და მოვიგოთ.